ჩვენთან არის ღმერთი. დაგვიდგა მეორე კვირა დიდი მარხვის მოსამზადებელი, რომელსაც თქვენ იცით, ეწოდება უძღების შვილისა. და შესაბამისი ისტორია წავიკითხეთ ჩვენ. თუ როგორ მიდის უმრწემესი, ანუ უმცროსი შვილი სახლიდან, როგორ რჩება უფროსი შვილი, ამიგავს კი ეწოდება მხოლობით რიცხვში უძღების შვილის იგავი, მაგრამ სინამდვილეში მეორე უფროსი შვილი უფრო გაჭირვებულია ვიდრე ის პირველი. და შესაბამისად ეწოდება უძღებ შვილთა იგავი, არა მხოლობითში, არამედ მრავლობითში. იმიტომ რომ ამის საქმე გარკვეულია იგავის თანახმად. მაგრამ იმ მეორის საქმე გარკვეული არ არის. ის უფრო უარეს დღეშია, მაგრამ ყურადღებას იმ მეორეს ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ. ის გონია მართალი კაცი. იმიტომ რომ მამასთან დარჩა. მაგრამ შეიძლება მამასთან იყო ღმერთთან გეგონოს რო ხარ. მაგრამ საერთოდ არ იყო ღმერთთან. ეს უფრო დიდი უბედურებაა. და ასევე გარდა აი ამ იგავისა, რომ უძღებ შვილთა იგავი ეწოდება, ეს არის იგავი უდიდესი იმედისა. გვასწავლის იმას, რომ როგორ თავად სახარებაში როგორც არის, ღორულ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, მაინც გამოსავალი არსებობს. მთავარია ჭკუას მოეგოს კაცი თავის დროზე. გამოსავალი ყველანაირი მდგომარეობიდან არსებობს. ამიტომაც ამ იგავს ეწოდება როგორც უძღების შვილის, ასევე დიდი იმედის იგავი. მამა ყოველთვის გელოდება, ღმერთი ყოველთვის ჩაგიხუტებს. ოღონდ არა იმ ლიბერალური გაგებით, ხანდახან როგორც ესმით ხოლმე, რომ მე როგორიც არ უნდა ვიყო, ღმერთს მაინც ვუყვარვარ. კი, როგორ არ უყვარ ხარ. მაგრამ შენ რო ითხრი ორმოს, შენი ამოთხრილი ორმო, შენივე სასიკვდილოდ იქნება. მე რაც არ უნდა ვაკეთო აი თანამედროვე პროტესტანტულ მიმდინარეობებში, სადაც ქალთა კურთხევანია, მამათმავლების კურთხევანია გაცემული და ასე შემდეგ, სწორედ ეს თეოლოგიაა, რომ მამა ყოველთვის მელოდება, როგორიც არ უნდა ვიყო. არ არის ასე. მამა როდის იღებს ამ კაცს? ამ უმრწემეს შვილს როდის იღებს? როდესაც ის უკვე შინაგანად გამოსწორებულია. იმ კაცს კი არ იღებს, რაც იყო მანამდე, თუმცა უყვარს რა თქმა უნდა, მაგრამ ის კაცი შორს არის ღმერთისაგან. იღებს მაშინ, როდესაც გამოსწორებულია. ჭკუაზია მოგებული, თავად სახარებაშია ნათქვამი. გონს მოეგო და მიდის. მაგრამ ეხლა ესე არეულად რო არ ვილაპარაკოთ, ახლა სისტემა რომ მივცეთ, უფრო დალაგებული რო იყოს ეს ყოველივე. ჯერ შევეხოთ პირველ ამ კაცს, უმრწემეს შვილს. ამას თავიდან ბოლომდე არ მოყვები, იგავს, იმიტომ რომ მოისმინეთ და ახლა ამის თავიდან ბოლომდე მოყოლას ფიქრობ, იმნაირად მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ იცით შინაარსი ამ ყველაფრის. უმრწემესი შვილი. ჯერ ამას შევეხოთ, მერე გადავიდეთ იმ უფროს ვაჟზე, რომელიც გაუბედურებულია შინაგანად. ეს პირველი მცირე წყლოვანი კაცი ითხოვს მამისაგან, მომეცი ჩემი წილის სამკვიდრებელისა და მიდის სახლიდან. აი სანამ ამას შევეხებოდეთ უშუალოდ ამ ბიჭს, ამ ვაჟს, ამ უძღებ შვილს, ალბათ ყველაზე სწორია გავიხსენოთ ისეთი სიტყვები დოსტოევსკისა ძმებ კარამაზოვებშია ნათქვამი, ერთ-ერთი ძმათაგანი ამ ძმათა შორის ამბობს, თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დაშვებულია.
იმიტომ რომ თუ ღმერთი მართლა არ არის, მაშინ რა გამომდინარეობს აქედან? მაშინ პასუხისმგებლობაც არ არსებობს. მართლა პასუხისმგებლობა რასაც ქვია, ის კი არა უფროსთან პასუხისმგებლობა ამ მშობელთან, ეს კი არა. მართლა ზნეობრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს და შესაბამისად ზნეობრიობაც არ არსებობს. ყველაფერი შედარებითია, ვის როგორ უნდა. ესე იგი, თუ ღმერთი არ არის, დოსტოევსკი ამბობს, ყველაფერი დაშვებულია. აი სწორედ ასეთი ცხოვრებით იწყებს თავის მოღვაწეობას ეს უმცროსი შვილი. რა შეუნება მამას? მომეცი ჩემი წირი სამკვიდრებელისა. ჩვენ ადრეც ვილაპარაკეთ ამაზე. როდის უნაწილდებოდათ შვილებს სამკვიდრებელი ქონება მამისა, როდესაც მამა აღარ იყო, ანუ გარდაცვლილი როცა იყო ეს კაცი. აი მაშინ ურიგდებოდათ. უნაწილდებოდათ და ეს ვაჟი ფაქტობრივად ეუბნება, რომ მე შეწუხებული ვარ შენი არსებობით. შენ ჩემთვის მკვდარი ხარ. და ამიტომაც შენ არ ამჭირდები. მომეცი შენი რაც არის. ესე იგი ღმერთის რაც არის გვინდა და ღმერთი თავად არა. და ღმერთისაგან რა გვინდა ჩვენ? საჩუქარი რა არის ღვთისა? ჩვენ გონია რომ საჩუქრების გარეშე ვცხოვრობთ ზოგადად. დრო სანამ ცოცხალი რო ხარ, ეს საჩუქარია. ეს არ დაგიმსახურებია არც ერთ ჩვენგანს. და რამდენი გავა, ესე ჩვენი არ არის. ესე იგი საჩუქარი. ჯერ შობაა საჩუქარი, ცოცხალი რო ხარ. მერე დრო და ჭკუა რო გაქვს, მახსოვრობა რო გაქვს. აი წარმოიდგინეთ. კაცი ცხოვრობს 50 წელი ქვეყანაზე, დააგროვა უდიდესი ცოდნა. და როგორ დააგროვა? იმიტომ დააგროვა, რომ რაც ისწავლა, ეს ქვეცნობიერში ინახება. როგორც იტყვიან, ფაილებში გროვდება. და როცა ჭირდება ეს ყველაფერი, მერე ამოტივტივდება ხოლმე და გამოიყენებს ეს კაცი. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე რაცაც წაიკითხავს, კაცი რო ავიწყდებოდეს და ყოველ დღე იწყებოდეს თავიდან. რა დღეში ვიქნებოდით? ესე ღვთისწყალობაა ჩვენი მახსოვრობა, აზროვნება, დრო, თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება რო გაქვს შენ. ესე დაიბადე შენ. ეს ხო საჩუქარია. ესე ეს საჩუქარი ჭირდება ამ კაცს, მაგრამ ღმერთი აღარ უნდა. და გამოაცხადა თავის წინაშე, რომ ჩემთვის შენ ხარ მკვდარი და თუ მკვდარი ხარ, მაშინ რაც მინდა ის უნდა ვაკეთო. და თან როგორი შვილი ამბობს ამას? როგორი? რომელი შვილი? უმრწემესი. აქაც სიმბოლოა ერთგვარი ჩადებული, რომ ეს არის მოუმწიფებელი გონება. ჩამოუყალიბებელი კაცია, პატარა კაცია ჯერ გონებით. წლოვანებითაც, მაგრამ გონებითაც პატარა კაცია. იმიტომ რომ გონიერი კაცი, მომწიფებული კაცი ვერასოდეს ვერ იტყვის, რომ ღმერთი არ არის. თუ ჭკუა მიხდილი არ აქვს, მომწიფებული კაცი ვერასოდეს ვერ იტყვის ამას. როგორც დავით მეფსალმუნი ამბობს, თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისა არა არც ღმერთი. მხოლოდ უგუნური თუ ამბობს ამას. როგორც ეს კაცი, უგუნური, მოუმწიფებელი გონების მქონე. ესე იგი, როგორი კაცია მოუმწიფებელი? პირველი, ვინც ღმერთს უარყოფს, ის არის მოუმწიფებელი. და მეორე, გამომდინარე აქედან, ცხოვრების მიზანი არ აქვს ამას. და თუ ცხოვრების მიზანი შენ არ აქვს სწორი, მაშინ აი ღორების მწყემსი ხდები. თუ შენ გონია, რომ ღმერთის გარეშე კარგად იქნები, აი დაუკვირდი ამ უმწემეს კაცს, რა მდგომარეობაში ჩავარდა. ფსევდო თავისუფლება. საჩუქარი მიეცა მამისაგან
დრო, აზროვნება, თავისუფალი ნება, მახსოვრობა, ყველაფერი. წავიდა და გონია თავისუფალი საკუთარი თავი და იქამდე მივიდა, რომ ღორების მწყემსად დანიშნეს. ღორების საჭმელსაც კი არავინ აძლევდა. იპარავდა ხოლმე. აი, შენი თავისუფლება. მოუმწიფებელი კაცი. ცხოვრების მიზნის არ მქონე კაცი. ესე იგი, ღმერთს რო განაშორებს კაცი საკუთარი თავიდან, შორდება ცხოვრების მიზანიც. უბრალოდ შეიძლება რაღაცას ემსახურებოდეს მატერიალურს, წარმავალს. ეს ცხოვრების მიზანი ეგონოს, მაგრამ ნამდვილი ცხოვრების მიზანი, რასაც ეწოდება დაკმაყოფილება გონებისა, ამას ვერ მიიღებს. რატო ვამბობ დაკმაყოფილება გონებისა? მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა ესეთი დიდი ფილოსოფოსი, ძალიან დიდი. ჰეგელთან შეიძლება მოპაექრე ვთქვათ, თანამედროვე ჯერ მეგობრები იყვნენ ესენი, ერთ საერთო ოთახში ცხოვრობდნენ, როცა უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ჰეგელი და შელინგი. ჰეგელი ვერ გადმოსცემდა, ლაპარაკის უნარი არ ჰქონდა. ჰეგელი ზოგადად ითვლება რაციონალური ფილოსოფიის ჩამკეტად. ამაზე დიდი სისტემა, რაც ჰეგელმა შექმნა, მსოფლიოში არ არსებობს ჯერ. კი, ფილოსოფოსობენ, რაღაცებს ამბობენ, მაგრამ კლასიკური გაგებით, რაც ჰეგელმა გააკეთა, ეს მსოფლიოში ჯერ არავის არ გაუკეთებია. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი სისტემის გარეშე ის ვერ გადმოსცემდა თავის სალაპარაკო თეზებს, თემებს სტუდენტების წინაშე და მაგრამ დიდი იყო, უდაოდ და ეს პირიქით დიდი იყო, უდაოდ, შელინგი და გადმოცემის უნარიც ჰქონდა ამ კაცს. ამიტომ ძალიან ბევრი სტუდენტი ყავდა, მოწაფე. ძალიან საინტერესო ისტორიებია ეს ცალ-ცალკე რო გამიხილოთ, მაგრამ ამისი დრო არ არის. რაც ამბობს ეს შელინგი, მეგობარი ჰეგელისა და მასზე დიდი შეიძლება ითქვას. ამოს ასეთ რამეს, აქვს შრომა ესეთი გამოცხადების ფილოსოფია. და ამბობს ასეთ რამეს. ადამიანის გონება იქამდე ვერ დაკმაყოფილდება, ესე გონება, სული კი არა, ადამიანის გონება იქამდე არ დაკმაყოფილდება, ვიდრე არ გასცემს პასუხებს შემდგომ კითხვებზე. და რა კითხვები? ესე რომ ვაზროვნებ მე, რატო ვაზროვნებ ასე? ჩემი ნება რო ასეთი არის, თავისუფალი. რატომ არის თავისუფალი? ჩემი ინტელექტი რო შექმნილია ასეთი სახით. რატომ არის ასეთი სახით და არა სხვაგვარად? და რა აქვს საბოლოო მიზანი ამ ყველაფერს? მომიდე გაიცით პასუხი. ვერავინ ვერ გასცემს ამას პასუხს. რატო არის ინტელექტი ისე როგორც არის შექმნილი ჩვენ? კაცმა არის ის. აი სანამ და ღმერთში არის პასუხი, რა თქმა უნდა, ღმერთში ვლინდება, უკვდავებაში მიდის, მაგრამ მატერიალისტი კაცი ვერ გასცემს ამას პასუხს. ვერც ერთი მედიკოსი ვერ იტყვის, რომ შენი გონება ამიტოა ესე, რომ აი ესია. და სულიერი საკითხებია. ნება მედიცინის საქმე არ არის. ჩემი ნება ასე თავისუფლება. მედიცინის საქმე არ არის ეს. ან ინტელექტი, ან მახსოვრობა, ეს მედიცინის საკითხები არ არის. ეს სულიერი საკითხებია. და ვერ დაკმაყოფილდება იქამდე ჩემი გონება, ვიდრე ამ პასუხებს არ მოძებნის. და პასუხები მხოლოდ ღმერთშია. აქ ვერასოდეს ვერ იპოვის კაცი. ამიტომაც ეს დიდი გონება შელინგი ამას კითხვას სვამს, რომ მიზანი ცხოვრების ჯერ უნდა გაარკვიო ეს, რომ შენ დაკმაყოფილებული იყო გონებრივად და არ იბორიალო უმიზნო ცხოვრებაში. აი ეს უმწემესი ბიჭი, უძღებიშვილი, ამ საკითხების გარეშე ცხოვრობს. ამას გონია, რომ ძალიან ჭკვიანია. ღმერთი მოკლა, ნიშესი არ იყოს,
და ცხოვრების მიზანი არ აქვს. კითხვები არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ იყენებს საჩუქრებს. და აგერ პირუტყვი ხდება, გაპირუტყვებული ხდება. იქამდე რომ ღორების მსგავსიც არ არის კაცი. იმაზე დაბლა დგას. მოდი შკუას და რას ამბობს, რომ წავალ მამასთან და ვეთქვი, როგორც მსახური ისე მიმიღე. და თქვენ იცით, რომ მამა მიიღებს მას, დაუკლავს ზვარაკს და დააბრუნებს იმ თავდაპირველ მდგომარეობაში შვილობისა, ძეობილობისა, რაც ჰქონდა. ამას ეშველა. პირუტყვი იყო, მაგრამ ეშველა. გამოსავალი მონახა კაცმა. გაიზარდა გონებით, უმრწემესი იყო, მაგრამ დაჭკვიანდა, უბრძენესი გახდა. ცხოვრების მიზანიც დაისახა და მამას დაუბრუნდა. ღმერთი აღიარა, ათეისტი აღარ არის, უგუნური აღარ არის ეს კაცი. ამიტომ ეს იგავი იმედის მომცემი. ეხლა მეორე შვილი. მეორე შვილი არ შედის, როდესაც მამამ სუფრა გამართა. არის მთელი ამბავი სახლში, სიხარულისა. და ეს ხედავს, რომ გაიგო უпроსორად, რომ დაბრუნდა ეს თავისი ძმა. და რატოა უფრო მეტად გაუბედურებული ეს კაცი? ამას გონია, რომ მამასთან იმყოფება, მაგრამ მისი ცნობიერება და გული საერთოდ არ არის მამისეული. რა შეუნება მამას? რა მდგომარეობაა გონებაში და სულში? მამა ეუბნება, შემოდი, ერთად ვიდღესასწაულოთ. და ეს ეუბნება, მთელი ცხოვრება მე შენთან ვიმყოფები და ერთი თიკანიც არ მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მე მხიარულა. ეს რა სიტყვებია, რა პასუხია ეს? ეს არის პასუხი, როდესაც მამა შენთვის არის უცხო. მამა შენი კი არ არის. უცხო კაცია. გამოდის, რომ მამასთან იმიტომ იმყოფებოდა ეს კაცი ამდენი ხნის განმავლობაში და იმიტომ არ განუდგა მამას. ის მართალი უჭკუო იყო, უღმერთო იყო და მოვიდა ჭკუას. ამას ეშველა. და ეს ამდენი ხანი იცდის, რომ მამა მისცეს საჩუქრები. ესე იგი, ღმერთთან არის და ღმერთი არ იცის. არ ცხოვრობს ღმერთით. მამისეული სიყვარულით არ ცხოვრობს. და გაკვირვებული მამა რა შეუნება? შვილო, ყოველივე ჩემი შენია. რაზე მელაპარაკები აქ? რა თიკანზე მელაპარაკები? რა მდგომარეობა გაქვს სულში? ეს არის სიმბოლო ისეთი ადამიანისა, რომელიც შეიძლება დადიოდეს ეკლესიაში, ლაპარაკობდეს ღმერთზე, მაგრამ ღმერთით არ ცხოვრობდეს. როგორც ფარისევლები წინა კვირას ვილაპარაკეთ ჩვენ. ორი კაცი შევიდა ტაძარში, ფარისეველი, მეზვერე. ერთი ცოდვილი, მეორე მართალი. ის მართალი გამოდის მტყუანი და ის ცოდვილი გამოდის მართალი ტაძრიდან. რატო? იმიტომ რომ იმ მართალს, აი მართალშვილს, როგორც იმ ფარისეველს წინა კვირისა, ეგონათ რომ იცოდნენ ვინ იყო ღმერთი. ამათ ესე ეგონათ. დადის ადამიანი ეკლესიაში მთელი წლები და კორკოტის იქით ვერ გასდა მისი გონება. ბზების იქით ვერ აზროვნებს. მთელი მისი კრედო არის ეს გართობანები და რაღაცას ელის ღმერთისაგან. მომეცი შენი საჩუქრები მე. თიკანი მომეციო. ბევრი არ მინდა, თიკანი მომეცი.
აბა რისთვისა ვარ მე შენთან მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში. ღმერთი ეუბნება ჩემს სამეფოში შემოდიო, როგორც მამა ეუბნება, ყოველივე ჩემი შენია. და ეს კიდე იმ სასუფეველში მოხვედრას კი არ ლამობს. კორკოტი როდის მომხარშო? ამაზეა მსჯელობა, თან სერიოზული მსჯელობა. თითქოს რაღაცა საღვთისმეტყველო ცხონებასთან დაახლოებული საკითხი იყოს. და ასე შემდეგ მსგავსი მოვლენები. ღმერთი სამეუფეოს გეუბნება, გპირდება. მამა ვიყო შენი გეუბნება და შენ თიკანზე ელაპარაკები აქ. თიკანი მომეცი. სამკვიდრებელი არ მინდა მე შენი. და თუ არ გინდა სამკვიდრებელი, სად მოხდები ღმერთმა უწყის მხოლოდ. იმიტომ რომ შენ გგონია რომ მართალი ხარ. მართალი კაცი, ღვთისმოსავი გგონია თავი. და სინამდვილეში შენი ღვთისმოსაობა არაფერს წარმოადგენს იმ პირველთან შედარებით. ის აშკარა გაუკმართებული იყო. ამას ეშველა და მაგრამ მეორეს ეშველა თუ არა, ჩვენ იგავიდან ვერ ხვდებით. მხოლოდ და მხოლოდ მამა როგორ ასრულებს სიტყვებს. ყოველივე ჩემი შენია და მხიარულება ჯერ იყო, ესე იგი, ჯერ იყო ნიშნავს იმისთვის იყო საჭირო, რომ შენი ძმა დაკარგული იყო და გამოჩნდა, მკვდარი იყო და გაცოცხლდა. ამით მთავრდება იგავი და რა ბედი ეწევა ამ მეორეს, ჩვენთვის იგავიდან ცნობილი არ არის. მაგრამ კარგი ამბავი რო არ ეწევა, ეს უეჭველია. გაუკუღმართებულია. ამიტომ ეწოდება ამ იგავს უпроსორად უძღებ შვილთა იგავი. მეორე მეტად გაუკუღმართებულია. იმან იცის მაინც რომ გაუბედურებულია. და ამან არ იცის გაუბედურებული თუა. ღვთისმოსაობით არის მისი ცხოვრება სავსე, გარეგნულით, როგორც მონა, როგორც მსახური გასამრჯელოს რო ითხოვს მამისაგან, ისე ემსახურება მამას. ბატონს კი არა, მამას ემსახურება ასე. და მამამ არ მისცა ამის მიზეზი თავის შვილებს, არც ერთს. ამას უძღებ შვილს ესე ესმის და ამ უფროს საერთოდ სხვაგვარად ესმის. როგორც მსახური, ის მსახურებას თხოვს, აღადგენს ძეობაში და ეს ძიარის და მსახურებასაც თხოვს. დაცილებულობა ღმერთისაგან. შეიძლება ითქვას, ის უფრო უღმერთოა, ვიდრე ის ყოფილი უღმერთო. შემოსილია ღვთისმოსაობით, უღმერთო. ათეიზმი წინა საუბარზეც თქვი ჩვენ, ერთგვარი არ არის. ათეიზმი სხვადასხვანაირია. შეიძლება ღმერთი ამბობდეს რაღაცებს, მაგრამ ღმერთი საერთოდ არ ცხოვრობდეს კაცი. ესეც ათეიზმია სხვაგვარად რო ვთქვათ. გარეგნული ფორმები მხოლოდ შინაგანის გარეშე. და შენიც დაუბრუნდები კვლავ. ადამიანის გონება ვერ დაკმაყოფილდება იქამდე, სანამ კითხვებზე პასუხებს არ მიიღებს. რატო ვარ ასეთი როგორიც ვარ? რატო დავდივარ ორი ფეხით? ელემენტარული. რატო? ძაღლები 4-ით დადიან, მე რატო დავდივარ ორი ფეხით? რატო მაქვს ორი თვალი აქ ზუსტად და არა 5? რატო? ინტელექტი რატო მაქვს ასეთი? ადამიანებს ზოგადად. ნებელობა რატო მაქვს ასეთი? აზროვნება რატო მაქვს ასეთი როგორიც მაქვს? ვინ გასცემს ამას პასუხს? და სანამ ღმერთამდე არ მივაკაცი, ამაზე პასუხებს ვერ მოძებნის. პირუტყულ მდგომარეობაში იმყოფება, ვინც ამაზე არ ფიქრობს თურმე.
დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა აი ეს იმედი, რაც ამ იგავში არის ჩადებული დღევანდელ დღეს.